მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ვნახოთ დღეს ასეთი გაშლა გზავნილი სამყაროსგან პირადად შენთვის. ვნახოთ ახლა ჩვენ რა გზავნილს მიიღებ. პირველ რიგში ჩვენ ვკითხოთ ახლა. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა სიგნიფიკაცია არ მინდოდა, მაგრამ მაინც გავაკეთებ. და ეს რატო არის რაღაც არეულობა გაქვთ? ეხლა რა არეულობა გაქვთ? ვნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ ამ წუთში. რა ენერგიებში ხართ თქვენ? თქვენ ძალაში ხართ, იცით თქვენ როგორ ხართ? აი ძალიან მაგარი ძალაში ხართ. თქვენ აქ რაღაცას მოერიეთ. შეიძლება გქონდეთ რაღაცა ესეთი სიტუაცია, როცა თქვენ გქონდეთ შეიძლება ცოტა ასე რომ ვთქვათ, შეიბრძოლეთ აქ მამაკაც. ბიჭებო, თქვენ ხართ როგორ იცით? აი თქვენზე ვეტყოდი რომ რაღაც ახალ ეტაპზე დგახართ რა. პრინციპში გოგოებო თქვენს რა ახალ ეტაპზე დგახართ, მაგრამ ძალიან ძლიერად ხართ, იცით? აი უძლიერესად ხართ. მოერიეთ რაღაც სირთულეებს და მზად ხართ იმისათვის, რომ უკვე რაღაცა ახალი გზა დაიწყოთ. გოგოებო, თქვენ კიდე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ძალიან მზად ხართ იმისთვის, რომ ახალი ადამიანი შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ რო იცოდეთ რა. კი, იმიტომ რომ თქვენ უკვე როგორ ხართ, იცით, არ მინდა უკვე ძველი არაფერი არ მჭირდება. არანაირად, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ თქვენ ნახეთ მოერიეთ რაღაცა შეიძლება ფიქრებს მოერიეთ რაღაც ის და მზად ხართ, თქვენ ახლა ხო გეუბნებით მზად ხართ იმისთვის, რომ შემოვიდეს ახალი ადამიანი, მაგრამ ჯერ არ იცით ვინ იქნება ეს ადამიანი, მაგრამ აქ ვიღაცას გიყავს ახლა, ნუ ისეთი ადამიანი, ვისთან სირთულეები კი გაიარეთ, მაგრამ ეს სირთულეებიც პრინციპში თქვენ დაასრულეთ. გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ всё, მე აღარ მინდა თქვა სანერვიულო არაფერი, მე მინდა გადავიდე სხვა ეტაპზე, მე მინდა რომ თქვა ვიყო კარგად და ამიტომ რთული რამე, ისეთი თვირთი რაც იყო, აი ეს თქვენო აქ არ არის. უბრალოდ თქვენ ელოდებით ამ ახალ სიყვარულს, მაგრამ ჯერ არ იცით როგორი იქნება, რანაირი იქნება, თქვენ როგორ ნაბიჯი უნდა გადადგათ, იმიტომ რომ არის ვიღაცა ადამიანი თქვენ ზურგს უკან. ანუ ნუ ესე იგი ეს რაღაცა ისტორია ეთყობა გქონდა თქვენ, რომელმაც ახლა პრინციპში, ნუ ზოგ შეიძლება დაუსრულდა უკვე, ზოგ შეიძლება ახლა პრინციპში, ნუ ჯერ კიდე არა. ნუ დიდი ხნის თემა იყო აქ რაღაცა ძალიან რა, ძალიან ბევრს ნერვიულობ, დიდი ხანი შეიძლება ელოდებოდეთ, შეიძლება დიდი ხნის პაუზა გქონდა ვიღაცას და ამიტომ თქვენ შეიძლება აქ არ იცით საერთოდ რომ ნუ როგორ მოვიქცე რა ის სიტუაცია დასრულდა უკვე, მაგრამ ამავე დროს თითქოს რაღაცნაირად ხართ უკვე მზად იმისათვის რომ დაიწყოთ რაღაც ახალი იქნება ვიღაცისთვის, იმიტომ რომ თქვენ აქ თქვენს თავს ირჩევთ, კი, მზად ხართ პრინციპში, მზად ხართ იმისთვის რომ მიიღოთ ახალი, იმიტომ რომ აქ გაიარეთ დიდი ტრანსფორმაცია თქვენ და აქ ნამდვილად თქვენი თავი აერჩიეთ. კი ბატონო, თუ არის თქვენთან თუ რეზონირდება, ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ პირველი კითხვა ჩვენ გვაქვს, რა მნიშვნელოვანი შეტყობინებას გიგზავნით თქვენ ახლა სამყარო. ვნახოთ რომელ სფეროში და პირველი რას გიგზავნით, ეს მნიშვნელოვანი, ხო? რომელ სფეროს ეხება? რატომ მაინც ეხლა იღებ ამ შეტყობინებას, ვნახოთ. რას უნდა მიხვდე შენ ამ შეტყობინებიდან, ხო? კიდევ ვნახოთ ახლა როგორ გამოიყენო ეს გზავნილი საუკეთესოდ შენთვის. და როგორ შეიძლება შენი ცხოვრება თუ შენ მიხვები ამ რჩევას. ნუ რა თქმა უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ მხარდაჭერა სამყაროსგან რა დაგეხმარება შენ ამ გზაზე. ვნახოთ, ნუ აი ზუსტად გზავნილი სამყაროდან რა. ვნახოთ ახლა პირველი კითხვა. ანუ რა მნიშვნელოვანი შეტყობინება, გოგოებო, შეხედეთ, მე ხო გითხარით, თქვენ აქაც ქვერთხების მეფე
სიგნიფიკაციაში, რომ გითხარით მზად ხართ უკვე თქვენ ახალი ადამიანის მიღებაში, შეიძლება ვინმესთან უკვე შემოვიდა ეს ახალი ადამიანი, შეიძლება ეხლა უკვე თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ეს ახალი ადამიანი. კი ბატონო, შემოდის ეს ახალი ადამიანი. პლუს კიდე თუდა კი ბატონო, ახალი ეს უნდა დამიზუსტები, სულ აი ახალი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. კიდე ნახეთ, აქ ერთი კიდე სიგნიფიკაცია ესაც გამოვიყენებ, იმიტომ რომ მაინც ახლა არის კი აქაც მაჩვენეს მე ურთიერთობასაც ეხება, მაგრამ რადგან გვერთხებია, მე შემიძლია გითხრათ კიდე ისეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვენ თუ დაუშვოთ, თქვენ ახლა არ დამიწყოთ რომ ეს ჩემი ძველი მინდა, მე არავის არ ველოდები, არაფერი არ აქ რადგან გვერთხებია, მე შემიძლია კიდე ისეც ვთქვა, რომ აქ შეიძლება ვიღაცას ექნება ძალიან დიდი წინსვლა, ანუ სიძლიერეს იღებ თქვენ სამსახურებრივ თემაში. რაღაცა შეიძლება ახალი თემას იწყებთ და აქ ნამდვილად გეუბნები, რომ შენ შეძლებთ, იმიტომ რომ შენ გაქვს იმისი ცოდნა, რომ შენ ყველანაირად შეძლო, რომ ეს წინსვლა გქონდეს, რა წინსვლაზე შენ ახლა ხარ მზად, უკვე მზად ხარ. გაიგეთ, აქ არის ადამიანი მზად ყოფნაში. პლუს კიდე ხო გეუბნებით, რომ თქვენ აქ უკვე ქმედებას შეიძლება და ეს დაგროვილი თქვენი ცოდნა, ძალა, ხო? ანუ უკვე თქვენ მიისწრაფებით იმისკენ, რომ თქვენ უკვე უნდა იყოთ გამარჯვებული. აქ ახლა თუ ეხება დაუშვით ვინმესთვის სამსახურის თემაზე, აი ასეთი არის მნიშვნელოვანი სიტუაცია, მაგრამ ის რომ იქნება ძალიან მაგარი აღიარება თქვენი, უეჭველი შემიძლია გითხრათ, ან ვისთვისაც აქტუალურია მამაკაცი და ელოდებით აქ, ხო, რო თქვი, აქ სულ ახალი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ეგაც იცოდეთ რა. ნუ ეხლა შევიკითხები ჩვენ, მაინც უფრო რომელ სფეროს უნდა თქვათ მივაქციეთ ყურადღება, უფრო არის აქ რა გაკვეთილი, რა გაკვეთილს გულისხმობთ, რა სფეროა. ნუ აქ ნახეთ სიყვარულის თემაც არის აქ, იმიტომ რომ თქვენ აქ შეხედეთ როგორი მომენტი არის. რაზეც თქვენ შეიძლება შინაგანი ბრძოლა თუ გქონდა თქვენ, მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ. მაინც შევეხები პირად ურთიერთობას, რატო? იმიტომ რომ აი აქაც მაჩვენეს, რომ თქვენ არ იცით ჯერ დაიწყოთ თუ არ დაიწყოთ, იმიტომ რომ რაღაცაზე არის აქ ვიღაცა, ხო, უკან დგას აქ ადამიანი ვიღაც, მაგრამ და თქვენ გქონდათ ეს შინაგანი ბრძოლა. შეიძლება აქ მომენტ არჩევანის წინაც დადგეთ. მიხვდეთ? ანუ ეს ურთიერთობა დავასრულო, შევიდე ახალში თუ რა ვქნა, შეიძლება და აი ამ სფეროს ეხება ეგ სასიყვარულო სფეროს, იმიტომ რომ თასების დედოფალი არის, გაიგეთ რა ხდება? ამიტომ ცოტა შეიძლება იყოს ეს მომენტი რა აქ ვიღაცისთვის ეგაც იქნება რა. ნუ ნახოთ რატომ მაინც და მაინც ეხლა თქვენ იღებთ აი ამ ეტაპზე თქვათ ეს შეტყობინება, რატომ მაინც ეხლა მოდის თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ უნდა იყოთ აი კარგად, თქვენ ეს დაიმსახუროთ, თქვენ ახლა გინდათ რომ იყოთ ბედნიერად, თქვენ გინდათ რომ იყოთ კარგად, თქვენ უკვე მიходეთ იმ დონეზე, აი აქაც ხო გითხარით, არ მინდა მე ეს სირთულები, მე მინდა გადავედი სხვა ეტაპზე. იმიტომ რომ უკვე თქვენ დაიმსახურეთ, რაღაცა იმდენი რამე გამოიარეთ ცხოვრებაში, თქვენ აი აქ როგორც გითხარით, თქვენ უკვე ტრანსფორმაციაც გაიარეთ და უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ მე ჩემს თავზე ვფიქრობ, მე ახალ ცხოვრებაზე ვფიქრობ და აქ შეიძლება ხო გეუბნებით, ვიღაცა აკეთებდა რამეს, შეიძლება თქვათ რიტუალებს, რაღაცას მედიტაციებს თუ ასე შემდეგ და ნამდვილად თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ უკვე მზად ხართ იმისთვის, რომ აი მე მინდა კარგად ვიყო, მე მინდა ბედნიერად ვიყო. აი ეგეთი არის აქ ახლა იმიტომ არის რა. რა უნდა გაიგოთ თქვენ ახლა, მოდით ნახოთ, რა უნდა გაიგოთ. აი ის უნდა გაიგოთ, რომ უკვე აი აქაც სამიანი იყო, რომ უკვე მოვიდა ის პერიოდი, რომ თქვენ უკვე უნდა არა მარტო იფიქროთ და არ უნდა გქონდეთ აქ ეჭვი, გავაკეთო თუ არ გავაკეთო, უკვე უნდა დაადგეთ თქვენს ახალ გზას და უკვე უნდა მიუდგეთ წინსვლას. აი ეს უნდა გაიგოთ თქვენ, რომ უკვე უნდა მიუხვდეთ, რომ მოდის თქვენ ცხოვრებაში რაღაცა ახალი ეტაპი და ეს უნდა მიიღოთ და უნდა გაყვეთ ამ ახალ ეტაპს თქვენი ცხოვრებით. არ უნდა
ნუ წინააღმდეგი არ უნდა იყოთ, ასე რომ ვთქვათ, ამ ახალი ეტაპის, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ ყველაზე კარგად როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენ ეს გზავნილი. აი ყველაზე კარგად უნდა გამოიყენოთ ეგაც თქვენთვის სასარგებლოდ. არ შეგეშინდეთ, არ ენერვიულოთ, არ იფიქროთ ვაიმე რა ვქნა, არ ჩაიკეთოთ ახლა, გაიგეთ, ანუ გამოდით, უნდა გამოყვეთ და უნდა მისცეთ გზა, არ დაბლოკოთ თქვენი ფიქრებით, გაიგეთ რა ხდება? როცა მოდის ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი, აი დაუშვოთ სიტყვაზე ზიღარ თქვენ მარტო. ან შეიძლება ურთიერთობაში ხართ ისეთში, რომ სადაც ახლა ვითომ ყავთ პარტნიორი, მაგრამ სინამდვილეში მარტო ხართ, ხო? შემოდის რაღაცა თქვათ ახლა სიტუაცია, რომ ადამიანი თქვათ გაიცანით, ხო? კი არავინ გეუბნებათ, რომ იმ წუთში შედი ურთიერთობაში, მაგრამ გაიცანით, თუ დაუშვოთ, ახლა ზოგი ზის და 7 წელი, რა ვიცი მე და 5 წელი ელოდება ადამიანს, რომელიც საერთოდ გზავნილიც არ არის, საერთოდ არ საინტერესებს, ხო? და ზის და ელოდება, რატო ელოდები? უკვე всё ესე იგი, ანუ თუ ადამიანთან არანაირი უკვე ამ ურთიერთობა არ არის ისეთი, რომ თქვა ან არ ჩანს ადამიანი, ხო? საერთოდ ან იცით თქვენ რომ ადამიანს არ უნდა თქვენთან ურთიერთობა, შეიძლება ზოგს გითხრათ რომ არ მინდა შენთან ურთიერთობა და შენ მაინც იმედები გააქვს რომ თქვათ ახლა იქნება და იქნებ მობრუნდეს, ხო? ანუ თქვენ თვითონ ამ თქვენი ფიქრებით, ხო, თქვენ ასე აკეთებთ. აქ საქმეს რაც ეხება, ხო? აქ იმაჩვენებენ რომ თქვენ უკვე აი ძალა გააქვთ, თქვენ უკვე მზად ხართ, მაგრამ აი რატო ხართ აქ ახლა რომ თქვათ შეიძლება მაინც ხელი გაქვთ შეკრული, იმიტომ რომ ნუ არ ვიცი რამდენად მომეწონება, რამდენად მე სიამოვნება ეს რაღაცა, ხო? და აქაც თქვენ ახლა გაქვთ ძალიან დიდი შინაგანი ბრძოლა, ხო? და ამიტომ არის რომ ისე რა ქვია, შეიძლება თქვენ თვითონ თქვენი ნერვიულობით შეუშალოთ ხელი იმ ახალის შემოსვლას. რა, ნუ უშლით ხელს, თუ იცით რომ კარები გაუღოთ და ნახეთ რა იქნება, იმიტომ რომ არ გვაჩვენებენ რომ ცუდი იქნება რაღაცა, ხო? აქ პირიქით თქვენ გექნება ძალიან დიდი წინსვლა, თუ თქვენ თვითონ არ გააკეთებთ თქვათ ამ დაბრყოლებას, რა. პირიქით გზა მიეცეთ და ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახოთ როგორ იქნება, რა ცვლილება იქნება თქვენ ცხოვრებაში, თუ დაუშვით თქვენ ახლა მიხვდებით ამ რჩევებს. როგორი იქნება? გამარჯვებული იქნებით, ბედნიერი იქნებით, ძალიან გამარჯვებული. ანუ თქვენი ცხოვრება იქნება ძალიან ძალიან კარგი. თუ თქვენ გაერთვალისწინებთ ამ ყველა ნუ ესა ცვლილებას, რომ პრინციპში თქვენ ისედაც უკვე გადაწყვეტილება მიიღოთ, უბრალოდ ეხლა ნუ და ნუ აფერხებთ რა ამ სიტუაციებს და ნამდვილად თქვენ აი ისეთი გახარება ზოგჯერ არის ესეთი მომენტი რომ თქვა მე მეშინია არ ვიცი რა იქნება რაღაცა ცუდი ფიქრები მომდეს თავში რა ვიცი აი როგორ რანაირად აი ამით ჩვენ ბლოკავთ გაიგეთ ცხოვრებას იმიტომ რომ თან ადამიანი ახლა გრძნობს ნუ პრინციპში ახლა კი ცოდნაც მაქვს ისეც მაქვს აი პირობებიც თითქოს აი მაგა აი შიში და ამ დროს ახლა გააღეკარები შედი და გამარჯვებული რჩები რატო გეშინიეთ რა ახლა ზოგჯერ კი ადამიანი ზის კომფორტის ზონაში, ხო? დიდი ხანია ზის და უჭირს გამოსვლა, რომ აი რა ვიცი რა იქნება, მაგრამ ნუ აიძულებ თვითონ სამყაროს, რომ ისეთი რაღაცა თქვა ცხოვრებაში, ნუ ბოდიში ამ სიტყვის ესეთი პანჭური შემოგარტყას, რომ ნამდვილად მოგიწევს ძალით გაღება, შეიძლება თავით გაგაღებინოს ეს კარები. გაიგეთ, რომ ნუ აკეთებთ ეგეთ რამეს. უბრალოდ თქვენ ახლა პრინციპ დაიმსახურეთ ამ ყველაფერს, დაიმსახურეთ ამ ბედნიერებს და ამიტომ კარები გაუღოთ და უკვე თქვენ ყველაფერს გაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ახალი ცხოვრება დაწყებულიყო, ეს ახალი ეტაპი დაწყებულიყო თქვენ ცხოვრებაში და ამიტომ ნუ აკეთებთ ამას და ნუ ნახოთ ახლა როგორი სამყაროსგან ხარდაჭერა როგორი იქნება და რა დაგეხმარება და შენი გადაწყვეტილება სამყარო გეუბნება ჩვენ უკვე გავიგეთ შენი უკვე თქვა აჰა ეგრევე გვაჩვენეს რამდენი ტუზებია ხო უკვე ჩვენ გავიგეთ რომ შენ გინდა შეცვალო რაღაცა ჩვენ დაგეხმარებით ყველანაირად აბსოლუტურად გამარჯვებული იქნები აკაც რამხელა გვერგვინი აჰა ეგრე თქვენი სამყაროც კი ბატონო აი სამყარო რას გვეუბნება დაგეხმარები აუცილებლად ჩვენ უკვე გაგიღებთ ამ კარებს უბრალოდ შემოშვი აქ ვიღაცას მოდის პენტაკლების მეფე იმიტომ რომ აქ უკვე აი ეს რა ქვია მაგას წავიდა თქვენი აქ ხმარების მეფე მაგასთან დასრულდა სიტუაცია დასრულდა всё
უკვე გამოხვედეთ თქვენ თუ დიდი ხანი აქ ვიღაცა დიდი ხანი ელოდება და არაფერს არ აკეთებს. ამიტომ თქვენი კარები აქ უნდა გაიღოს. დამთავრდა აქ რაღაცა პერიოდი. აი ეს უნდა გაიგოთ რა. ეს უნდა გაიგოთ, აჰა თქვენი მზე ისევ არის. აი თქვენი მზე და ისევ ზალას არკანიც აგერ არის. და აგერ არის თქვენი ახალი ცხოვრება და ამიტომ ნუ ეჯაჭვებით ამ წარსულ სიტუაციებს. ნუ ეჯაჭვებით. ნუ მიეცეთ საშუალება, რომ ეს ახალი სიტუაცია, ახალი ცხოვრება განხარებული იქნებით, იმიტომ რომ ახალი ძალების თქვენთვის საგვარეულო თქვენთან არის და ამათ უნდა რომ თქვენ უკვე გაიხაროთ, თქვენ უნდათ რომ გახდეთ უკვე ეს იმპერატრიცა. გაიგეთ, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი ხარ და უკვე всё მორჩა. დაიმსახურო თქვენი საქმიანობით, თქვენი ანუ გადაწყვეტილებით, ყველაფრით თქვენ დაიმსახუროთ უკვე და დაიწყეთ ეხლა ეს მშვიდი, ლამაზი, კარგი ცხოვრება. ნუ აჩერებთ თქვენი ფიქრებით და თქვენი აქ რაღაცებით რა, გეუბნებით, მოდის ეხლა ეს სიუხვე და ეს ბედნიერება და მიიღოთ უბრალოდ ეს ყველაფერი და დაწერეთ. ეხლა ვიღებ მადლიერებით, სამყარო მადლობა და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. დაიჯერეთ, რომ თქვენ ნამდვილად ყველაფერს ემსახურებთ, აი კარგს რა, აბსოლუტურად ყველაფერს მაქსიმალურად კარგს და ამიტომ ეს კარგით შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ჩემო ლამაზებო, რასაც მე თქვენ გისურვებთ.